საღამო მშვიდობისა, ეს არის გადაცემა სათქმელი. მე ვარ ჟურნალისტი ირინა ყურუა და დღეს წარმოგიდგენთ. შიმშილობის მე-19 დღე. პროტესტის უკიდურესი ფორმა სიცოცხლისთვის საშიში ხდება. დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი. ასეთია მთავარი მოთხოვნა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ქართველი მედია მენეჯერის, ჟურნალისტის, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის გათავისუფლებას ითხოვს დიპლომატიური კორპუსი. სხვადასხვა ქვეყნის საგარეო უწყება, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი. იგივე მოთხოვნა ისმის კონგრესმენების, ევროპარლამენტარების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლებისგან. მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ვარ ევროპელი. ზურაბ ჟვანიას ისტორიული განცხადებიდან 26 წელი გავიდა. კრიტიკული რეზოლუციის შემდეგ ქართული ოცნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. რა იცვლება ქვეყანაში და ქვეყნისთვის. საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ყველაზე აქტუალური მოვლენების ანალიზი გადაცემაში სათქმელი ირინა ყურუასთან ერთად. თავისუფლება მზია ამაღლობელს. მზია ამაღლობლის საპატიმროდან გათავისუფლებისთვის არა მხოლოდ მედიის ნაწილი, არამედ სრულიად საქართველოს უნდა გაერთიანდეს. ჩემს კოლეგებს, მათ ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ ბოლომდე გაცნობიერებული, თუ რატომ ისჯება ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი. შევახსენებ, რომ შემდეგი შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი იყოს. განსაკუთრებით დამოუკიდებელი რედაქციების წარმომადგენლები. მოტივსა და საბაბს მნიშვნელობა აღარ ექნება, მარტივად მოიძებნება. ან პოლიცია ისევ ნაცნობ ხერხს მიმართავს და ისეთ ძალადობრივ გარემოს შეგვიქმნის, როგორშიც ჩვენი კოლეგა აღმოჩნდა. მეგობრებო, ჟურნალისტებო, თქვენი დუმილი პერსონალურად მზია ამაღლობელს, მის ღირსებასა და პროფესიულ რეპუტაციას ვერაფერს დააკლებს. სიტყვის თავისუფლებას კი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ახლა ჩვენი დუმილით მხოლოდ მზიას კი არ ვკლავთ, არამედ ჩვენს პროფესიას ვანადგურებთ. თუ ქვეყანაში კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია გაქრება, აზრს დაკარგავს ჩვენი პროფესიის მთავარი მისია. კვლევა, ძიება, ინფორმაციის დახურული სივრცეებიდან გამოტანა, გადამოწმება და საზოგადოებამდე მიტანა. მარტივად გეტყვით, ამას ჯეროვნად მხოლოდ კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია ახერხებს. მის გადასარჩენად ახლა თუ არ ვიბრძოლებთ, მერე არც არაფერი გვექნება გადასარჩენი. უბრალოდ აღარ იარსებებს მამაცი, გამბედავი და პროფესიული პრინციპების დამცველი მედია. მე-19 დღეა მზია ამაღლობელი შიმშილობს. უბრალოდ თავის მოტყუება იქნება იმის თქმა, რომ იგი თავს კარგად ან ნორმალურად გრძნობს. ფიზიკურად კარგად ყოფნასა და მხნეობას შორის დიდი სხვაობაა. ბოლო ინფორმაცია თავის მოტყუების საშუალებასაც არ იძლევა. მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად მანძილის გავლა. გავერთიანდეთ მზია ამაღლობლის გადასარჩენად. ხმა ამოვიღოთ ჟურნალისტის გასათავისუფლებლად და როგორც თვითონ მოგწერა ციხიდან, ვიბრძოლოთ სანამ გვიან არ არის. სოლიდარობა ჟურნალისტ მზია ამაღლობელს. სოლიდარობა მედროშე თემურ ქათამაძეს. დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილ ხელმძღვანელს ლაშა ჩხვემიანს. ანრი კაკაბაძეს, ზვიად ცეცხლაძეს, ანდრო ჭიჭინაძეს, ყველას, ვინც ქვეყნის მომავლისა და თავისუფლებისათვის იბრძვის, შიმშილობს ან საპატიმროში იმყოფება. დღეს ჩვენ თბილისში, ბათუმსა და სრულიად საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ვიმსჯელებთ. დიდ ქალაქებში აქციებს დასასრული არ უჩანს. ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ითხოვენ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი. იმავე მოთხოვნით და სოლიდარობის ნიშნად ბათუმში დიდი წინააღმდეგობის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებმა და მზიას თანამებრძოლებმა კარვები გაშალეს. ღამე მთავრობის სახლთან გაათენეს და როგორც აცხადებენ, ასე იქნება მანამ, ვიდრე მზიას არ დავიბრუნებთ. საპროტესტო მოძრაობა ქვეყნის მასშტაბით არის გაშლილი. ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი რეგიონებში საპროტესტო მსვლელობას იწყებს და აჭარაში 1 თებერვალს ჩამოვა. ამ აქციის მთავარი მოთხოვნაც უსამართლო პატიმრობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლებაა. საზოგადოების პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა ქართული ოცნების გადაწყვეტილებამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ. საქართველოს ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 იანვარს გახდა. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა ისტორიული ფრაზა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ. მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი. 26 წლის შემდეგ კი საქართველოს წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას. დატოვეს თუ გარიცხვას დაასწრეს.
საქართველოს დელეგაციამ გადაწყვეტილება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ მიიღო, რომელიც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობას ითვალისწინებს. 114 მომხრით და 13 მოწინააღმდეგით რეზოლუციამ ქართული ოცნების დელეგაციისთვის გარკვეული შეზღუდვები განსაზღვრა. ქართული დელეგაციის წევრებს კომიტეტების სრულუფლებიანი წევრობის ან მოადგილეობის უფლება უჩერდებოდათ. კომიტეტის დასკვნის თანახმად ევროპის საბჭო საქართველოს დელეგაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებდა, თუ აპრილამდე დაინიშნებოდა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდებოდა ყველა პოლიტპატიმარი. დათქმებს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მიუღებელი უწოდეს და დელეგაციის მუშაობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაც გამოაცხადეს. რას ნიშნავს ეს და რას მოუტანს საქართველოს? ამ საკითხზე ჩვენ სტუმართან ერთად ვიმსჯელებთ. აქვე მინდა გითხრათ ხელოვნების უნივერსიტეტის იმ სტუდენტებისა და დეკანის შესახებ, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით იყვნენ დაკავებული და რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა. წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებულია დეკანი და 3 სტუდენტი. მეოთხე კი ისევ პატიმრობაში რჩება. სასამართლო საქმის არსებით განხილვას 11 თებერვალს იწყებს. და გაგაცნობ ჩვენ სტუმრებს, დღეს ჩვენთან ერთად იქნებიან ასლან ჭანიძე, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი, ლიკა ზაკაშვილი, პიბლიკას მთავარი რედაქტორი, მეგი კობალაძე, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი და თამარ გუგულაშვილი, მწვანეთა პარტიის ყოფილი მრჩეველი ევროპარლამენტში. ჩვენგან დღესაც მიიღო გადაცემაში მონაწილეობის შესახებ შეთავაზება მმართველმა პარტიამ, თუმცა ჩვენი წინადადება უპასუხოდ დარჩა. ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა ასევე შეთავაზეთ ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსაც, თუმცა ალექსანდრე ნუკრიქანთარიას მდივანმა უარი შემოგვითვალა. ჩვენ შეგვიძლია საუბარი დავიწყოთ ბატონ ასლან ჭანიძესთან, რომელიც უკვე არის ხაზზე. საღამო მშვიდობისა, მადლობა რომ გვერთვებით. მინდა დავიწყოთ თქვენთან საუბარი, რა თქმა უნდა, მზიასთან დაკავშირებული მდგომარეობით და მინდა ვთქვა, რომ ეს მოცემულობა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ პატიმრობის საკითხს. შიმშილობის მე-19 დღე და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა უკვე სიკვდილ სიცოცხლის საკითხია. მზია არის გადასარჩენი დღეს, არა მხოლოდ გასათავისუფლებელი, არამედ გადასარჩენი. ბატონო ასლან, მესმის, რომ ძალიან მძიმეა ახლა თქვენთვის საუბარი, მაგრამ დრო არ ითმენს. რაში ხედავთ გამოსავალს? პერსპექტივაში მოვლენათა როგორ განვითარებას ელოდებით? მოგესალმებით ირინა და ძალიან დიდი მადლობა რომ მომეცით საშუალება პირდაპირ ეთერში გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. მეც შემიძლია პირველი რაც ვთქვა, რომ ეს თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება ყველა პატიმარს. სამწუხაროდ ჩვენ ისეთ ვითარებაში ვართ, რომ კადიროვის საქართველოში აღმოჩნდით, როდესაც მაგალითად ქალაქ თბილისის მერი კახი კალაძე გამოდის და მოიხადოს ბოდიში აცხადებს ზია ამაღლობელმა. ანუ ადამიანმა, რომელმაც დანაშაული არ ჩაუდენია და მარტივად შეგვიძლია ეს დავამტკიცოთ, იგივე უზენაეს სასამართლოს პრაქტიკიდან გაზეთმა ბათუმელებმა დღეს გამოაქვეყნა, სადაც არის ნაჩვენები, რომ ესეთი ფაქტები საერთოდ არ ფასდება იმ კვალიფიკაციით, რა კვალიფიკაციითაც შეაფასა ჩვენმა სასახელო პოლიციამ და პროკურატურამ, იმიტომ პირდაპირ გეტყვით, რომ დაკვეთა შეასრულეს, ხოლო ქალაქის მერი გამოდის და მოიხადოს ბოშტიში აცხადებს. კადიროვი ზუსტად ესე იქცევა, როდესაც ბლოგერებს ან სხვა ადამიანებს, რომელიც განსხვავებულ პოზიციაზე არიან, თხოვს ბოდიშის მოხდას და შემდეგ იწყალებს. ანუ სამწუხაროდ დღეს საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მათთვის არ არის მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლე, ვინაიდან 19 დღის განმავლობაში არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა მზია ამაღლობელის მდგომარეობის შესახებ. დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნორმა ქურდავანიძემ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელს უკვე უჭირს გადაადგილება. თქვენ წარმოიდგინეთ, 19 დღე ადამიანი არანაირ საკვებს არ ღებულობს და იმის განცხადება, რომ იცით, ექიმი შედის და რაღაც წნევას უზომავს, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დღის განმავლობაში 100 ჯილს შეეცვალოს წნევა და ის ადამიანი ნორმალურად იკვებებოდეს. აქ ხო საუბარი არაა წნევაზე ან სიცხის ტემპერატურაზე, აქ საუბარია, რომ ადამიანი საერთოდ არ ღებულობს საკვებს და რომელიც ბუნებრივია აზიანებს
სხვადასხვა ორგანოებს და სრულყოფილი კვლევა, როგორც მე წავიკითხე და დასკვნა გავაკეთე 2 დღის უკან ჩატარდა, ანუ 17 დღის შემდეგ ჩატარდა. ეგ მიუთითებს, რომ რა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს, იმიტომ რომ მთელი სახელმწიფო არალეგიტიმური ხელისუფლების დაწყებული, ვთქვათ, აჭარის მთავრობის, ცენტრალური ხელისუფლების, აქაური არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ჩართული იყვნენ მზია ამაღლობელის ჭყალებში გაშავებაში, ანუ ცდილობდნენ წარმოეჩინათ მზია ამაღლობელი როგორც ზონდერი. ანუ ადამიანი, რომელიც იმ მომენტში იცავდა თავის ღირსებას, ხო? და ამავდროულად საქმე აღძრეს იმ მუხლით, რომლის მუხლითაც აღძრეს იმ ადამიანზე, რომელმაც პოლიციელს დანიჭრილობა მიაყენა. ეს ყველაფერზე მიუთითებს, იმიტომ რომ მათ სურვილი აქვს, რომ თავისუფალი მედია გააჩეროს, ყოველ წუთში ეს იგრძნობა, ჩემთვის სამწუხაროდ, შემდეგ განმარტებული მოვლენები აჭარის ტელევიზიაში ეს გვაჩვენა, როგორ ეთერ თურაძის მიმართ რა პროვოკაცია განხორციელდა, თუ არა და ის გასული ხმა, ალბათ ეთერ თურაძესაც დაიჭერდნენ, იმიტომ რომ ის ხელს უშლიდა ჟურნალის საქმიანობაში, რომელმაც შემდეგ უბრალოდ ხმა გავიდა და აღმოჩნდა, რომ ეთერ თურაძე არაფერს არანაირი ხელშესვლას არ ჰქონდა ადგილი და ისიც ვნახეთ, როგორ გათიშა პოლიციამ ტელევიზია. ანუ აქ და ყველა მედიის მიმართ მიდის თავდასხმას და იმავდროულად არც ერთი მოძალადე პოლიციელი ტიტუშკა თუ ზონდერი არ დასჯილა, როდეს ჟურნალისტების მიმართ გამოყენებული იყო ძალა, რომელიც მათთვის სიცოცხლისთვის საფრთხის მომტანი იყო, მარტო რო გავიცენონ, შემდეგ TV პირველი ჯგუფზე თავდასხმა, იგივე ოპერატორებს. ანუ დღეს საქართველოში მედია არის ყველაზე დაუცველი, იმიტომ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება აფურთხოს, აგინოს, ხელით შეეხოს და შემდეგ ჟურნალისტმა რომ ალიყური უთავაზოს ვიღაცას თავისი ღირსების და სხვისი ღირსების დასაცავად და ის აღმოჩნდეს დამნაშავე და ზონდერი და ამას წერდეს მაგალითად იგივე აჭარის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რომელიც არის ეჭვიტანილი იმაში, რომ შერატონში დაესხა თავს ჟურნალისტ ზვიად კორიძეს, ხო? და შემდეგ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გახარიეს. ანუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, თუ რას უნდა ველოდოთ, ხო? მე მინდა რომ ვწდებოდე, რომ მზია ამაღლობელი გათავისუფლდება, მაგრამ არავინ ბოდიშის მოხდას არ აპირებს, იმიტომ მზია ამაღლობელს დანაშაული არ ჩაუდენია. და ნაცვლად იმისა, რომ მოძალადე პოლიციელი ირაკლი გებუაძე დააკავონ, რომელიც არა მხოლოდ მზია ამაღლობელი და ყველამ ნახა ის კადრები როგორ აგინებდა და როგორ კი ბატონო ასლან, თუმცა კი ბატონო, ეხლა თქვენ საუბრობს მის ზალადობაზე. კი ბატონო, აი ამ კონტექსტს გავაგრძელებ, როცა თქვენ თქვით, რომ ბოდიშის მოხდას არავინ აპირებს, თუმცა ჩვენ გვესმის უკვე 2 დღეა ელოდებიან მისგან ბოდიშს და ხაზგასმით ამბობენ საჯარო პირები, მაღალი თანამდებობის პირები, რომ მზიასგან ბოდიში არ მოусმენიათ, ასევე ბოდიში არ მოусმენიათ სხვა ძალებისგან, რომლებიც ბრჭყალებში გამოვიტან, აინიცირებდნენ ძალადობას და წაახალისებდნენ ძალადობას საქართველოში. ბატონო ასლან, ასეთი კითხვაც მინდა დაგიცვათ, როდესაც პოლიციაზე ვსაუბრობთ, ჩემი შეფასებით შეიძლება ვწდებოდე, მზიას თემა, მზიასადმი სოლიდარობის მასშტაბები მაინც აფრთხობს პოლიციას, ჩვენ გუშინ ვნახეთ ესეთი კადრი, კარვის დადგმის უფლებასაც კი არ აძლევდნენ აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვერ დასახელდა ვერც კანონი, ვერც მუხლი, რომლითაც ირღვეოდა ტროტუარზე კარვის დადგმით ეს კანონი. თქვენთვის რა ახსნა აქვს ამას? რატომ ახდენს ახლაც პოლიცია ძალის დემონსტრირებას? რის მიღწევას ცდილობს? ამით შესაძლებელია, რომ აღარ გამოვიდეს არავინ პროტესტის გამოსათქმელად და ვეღარ გაბედოს ვერავინ სოლიდარობის გამოცხადება ჩვენი კოლეგა მზია ამაღლობელისადმი. ამ პროტესტს არ ყავს ერთი ხელმძღვანელი და არ ყავს ერთი ლიდერი, აქ არის საზოგადოება, გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ კარავიც კი აშინებს, არ ვიცი, იმდენი პოლიციელი ყავდათ მოყვანილი ერთი კარვის გამო და კანონი არ დარღვევლა, იმიტომ წინა დღითაც გავარკვიეთ, წავიკითხეთ ძალიან კარგად და აქ ძალიან ბევრი იურისტია, არა მარტო მე, სადაც დადგენილი იქნა ყველაფერი და ვიქცევოდით კანონის ფარგლებში და ვერცერთმა პოლიციელმა ვერ გასცა პასუხი რა კანონს ვარღვევდით. როდესაც მათ აცხადებდნენ, რომ ეს დიდი კარავიო კეტავს მთლიანად სავალ ნაწილს, რაც არ იყო სიმართლე, მოტანილი იყვნენ პატარა კარვები და შემდეგ უკანა ტერიტორია არალეგიტიმური მთავრობის
სახლის უკანა ტერიტორია გადავსებული იყო რობოკოპებით და მოყვანილი იყო იმდენი რობოკოპით, მე კიდევ დავწერე, რომ ეს მარშით რო ჩასულიყვნენ ამ ნაფხაზეთში ან სამაჩაბლოში, ეს ტერიტორიები დაუბრუნდებოდა საქართველოს. მხოლოდ მარშიც დაჭირდებოდა, იმიტომ რომ აქ ახალგაზრდები იყვნენ, სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტები, პარტიების წარმომადგენლები, ჟღეროდნენ და ლექსებს ყვებოდ, კითხულობდნენ და არავინ არანაირი გუშინაც თქვენ ნახავდით კადრებში, რომ არ იყო ფიზიკური ძალადობა აქციაზე მყოფი ადამიანის მხრიდან პოლიციის მიმართ. არასდროს არ ძალადობს სამოქალაქო აქ ყოფი საზოგადოება პოლიციის მიმართ რა, მაგრამ კარგი სლოგანია, ხო უკვე ეს დიდი ხანია გაჟღერებული, ყველგან პოლიცია და არსაც სამართალი, იმიტომ რომ როდესაც ცდილობენ ძალით ეს შედეგს იძლევა და უფრო მეტი ადამიანი გამოდის და უფრო მეტი ადამიანი გამოწვის. კი ბატონო, ბატონო ასლან. ყველას ვერ შეაშინებენ. კი ბატონო, ასეთი რამ იმიტომ რუსული მეთოდებით და რუსული ხელისუფლება. დიახ, ასეთი რამ მინდა გკითხოთ, მზიას გათავისუფლებას არ ითხოვენ მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არ ითხოვენ მხოლოდ ჟურნალისტები, 14 ქვეყნის საელჩო ითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ჩვენი კოლეგის. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი, მეგობარი ქვეყნების საგარეო უწყებები, ევროპარლამენტარები, კონგრესმენები, მარია რესა და კიდევ უამრავი ოფიციალური პირი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთო ამ აქციაში და ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ და ამ მოთხოვნით მიმართავენ ხელისუფლებას. თქვენ რაიმე ახსნა გააქვთ, რატომ არ იხევს ხელისუფლება დღეს უკან? იცით რა, როდესაც ჩვენ საუბრობთ თუ არჩეული ხელისუფლება, კანონიერად არჩეული ხელისუფლება და მას ლეგიტიმიზაცია აქვს, შეიძლება მის ლოგიკას გაყვე ქალბატონო ირინამ, მაგრამ როდესაც ყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც ერთი მხრივ თუ გახსოვთ საარჩევნო ღირსებით ევროპაში და აქაური აჭარაზე საუბრობ მერები, სხვადასხვა თანამდებობის პირები აზიარებდნენ ღირსებით ევროპაში, ეს ღირსება ორჯერ წაართვეს იმ ადამიანებს, ვინც აზიარებდნენ ბოლო გადაწყვეტილება, რაც თქვენ შესავალში ბრძანეთ, როდესაც დატიეს შესაბამისი ორგანო პროტესტის ნიშნად, იმიტომ რომ მათ მიეცათ ვადა, რომ აპრილის თვემდე მათ უნდა ყველა ეს პრობლემატური საკითხი, რაც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის პოლიტპატიმრები და არჩევნები, უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ მათ პატარა ბავშვები გაიბუთდნენ და გამოვიდნენ ამ ორგანოდან. რა არის იცით, როდესაც ლეგიტიმიზაცია არ აქვს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ და არავინ არ გესაუბრება და მხოლოდ უნგრეთის იმედზე დარჩი და არ ვიცი, ირანის იმედზე ხარ ან ბელორუსის იმედზე, ალბათ შემდეგი ვიზიტები მათი იქნება ბელორუსში და რუსეთში იქნება, ხო? რაი ლოგიკა სად უნდა ვხედავდეთ, ადამიანი უკანონოდაა დაკავებული, არანაირი სისხლის სამართლებრივი დანაშაული არაა ჩადენილი, აქაურმა მოძალადე პოლიციელი აღმოჩნდა მსხვერპლი და მის მიმართ უამრავი ადამიანი უკვე ჩვენებას იძლევა, რომ ის იყო თავდასხმის ობიექტი არა მარტო იმ დღეს, სხვა დღეებში და ეს ფაქტები საგამოძიებო სამსახურების აქვს, მაგრამ ნაბიჯი კი არ გადაუდგმია იმისაკენს, რომ არავინ არ იცის, რომ დაიკითხა თუ არა ის ადამიანები და ამ ხელისუფლებას რა ლოგიკას უნდა მივყვეთ, ხო, რა გითხრათ, ახლა ხვალე რას მოიმოქმედებენ, მე კიდევ ამბობ, რომ ვერ გაიგო ამ კალაძემ თბილისის მერზე ვსაუბრობ, ჯერჯერობით ის ლეგიტიმურია. კალაძემ და სხვა თანამდებობის პირები, რომ ზია ამაღლობელი 19 დღის განმავლობაში შიმშილობს და ახლა მოტრიალდება და ბოდიშ მოუხდის. ადამიანმა სიცოცხლე უფრო ქვევით დააყენა, ვიდრე თავისუფლება და მათ ეს თავისუფლება არ აქვს და როდესაც სანქცირებულ ადამიანებს ორდენებს ჩამოგიტავ, ღირსების ორდენს, სადაც ღირსება არ არსებობს, ძალიან უცნაური მდგომარეობა, როდესაც მოდალადეს აჯილდოებ. ანუ რა ლოგიკით არ ვიცი ირინა, მე მინდა რომ ვწდებოდე. კი ბატონო, მაგრამ კი ბატონო. მე ვერ ხვედავ, შეიძლება ხვალე სხვა გადაწყვეტილება მიიღონ, ვერ გეტყვით. კი ბატონო, ბოლო კითხვა ასეთი მექნება. კი ბატონო, ბოლო კითხვა ასეთი მექნება, როგორია თქვენი გადაწყვეტილება, თქვენი გეგმა. ჩვენი მაყურებელი კადრში ხედავს, რომ თქვენს უკან არის ეს საპროტესტო აქცია, რომელიც ყოველ ღამე იმართება და ეხლა ახალი დატვირთვა შეიძინა მან თავისუფლება მზია ამაღლობელს და ჩვენ გუშინ სამოქალაქო აქტივისტები გვეუბნებოდნენ, რომ ეს კარვები დარჩება მანდ
ადამიანებით, ვიდრე არ დავიბრუნებთ მზიას. უფრო კონკრეტულად, უფრო სხვა გეგმები ხო არ არის, არსებობს თუ არა რაღაცა კოორდინირებული, თუნდაც ჟურნალისტთა კორპუსში, რომელიც უნდა ქმედება ღონისძიებები, რომელიც უნდა იცოდეს საზოგადოება. ხვალი არის დაგეგმილი მარში 4 საათზე ვიკრიბებით ბათუმის სტადიონზე, საფეხბურთო სტადიონზე ვსაუბრობ და შესაბამისად მოუწოდებ ყველა მოქალაქეს, ვინც თვლის, რომ ეს სახელმწიფო არის საფრთხეში, ვინც თვლის, რომ სახელმწიფო გვენგრევა და ხვდებით რუსეთის ალბათ გუბერნიად გავხდებით, იმიტომ რომ მე სხვა მოლოდინი ამ ხელისუფლებას არ მაქვს, მოუწოდებ რომ გამოვიდნენ მარშზე, იმიტომ ხვალი იქნება გვია. იმიტომ დღეს თუ დგებუაძე ესე ექცევა ჟურნალისტებს, ესე ექცევა საჯარო პირებს, ხვალე შეიძლება ამ ესეთი ბრძოლადე პოლიციელების მსხვერპლი აღმოჩნდეს თქვენი შვილები და არანაირი დაცული არ იქნებით და მე შეგიძლიათ იდგეთ და ბოდიშები უხადოთ იგივე მოძალადე პოლიციელს, რომელიც თქვენ შვილს წევს, ანუ ოჯახის წევს. არ ვიცი თუ დღეს საზოგადოება თulis რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში, ხო? მაშინ იმ საზოგადოება უნდა დაფიქრდეს თუ რაილის მას ხვალე. იმიტომ რომ გავიგე რომ შეიძლება ქართულ ოცნებას მიეცეთ ხმას და ეს იყო გულწრფელი გადაწყვეტილება, მაგრამ მას შემდეგ რა მოვლენების განვითარდა, მას შემდეგ ევროკავშირზე ვარის თქვა და გადაწყვეტილება რომელიც იქნება მიღებული, ეს არის ქვეყნის დამანგრეველი ნაბიჯები. კი ბატონო, არაფერი და ამას თუ ვერ ხედავთ, ნუ რა უნდა ველაპარაკო. ბატონო ასლან, ძალიან მოკლედ, აი მინდა გთხოვოთ აუცილებლად კომენტარი იმათთვისაც, თუნდაც ჩვენი კოლეგებისთვისაც, რომლებიც არ უერთდებიან სოლიდარობის აი ამ აქციებს, ღონისძიებას, ან იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ მზია ამაღლობლის მიერ გაწნულ სილას ხედავენ და ამას აანალიზებენ. და ისინი ვერ არ აღიქვამენ ფართო მასშტაბში იმ საფრთხეებს, რაც ჩვენ ველოდებათ. მე მგონი ამ ადამიანებს არაფერი არ ღირს ის ქონება, რომელიც მათ დააგროვენ, ღირსების საპირწონი არ არის. ახლა დღეს ადამიანები, რომელიც უწინ სამოქალაქო საზოგადოების წევრები იყვნენ, ან ჟურნალისტები და დღეს კომფორტში გზნობენ თავს, მათაც მიაკითხავენ, იმიტომ რომ უფრო კარგი მეხოდმე, უფრო დავარწმუნებული მეხოდმე გამოჩნდება, რომელიც მათ ჩაანაცვლებს და აღმოჩნდებიან გარეთ და შემდეგ არავინ არ დაიცავს მათ ინტერესებს, იმიტომ დღესაც მათ ჩანს დაფიქრდნენ, თუ მათ რაღაცა სინანულის და წარსულის მეხსიერება გააჩნიათ, მათ შეუძლია სწორი დასკვნები გააკეთოს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენმა მეგობრებმაც დაგვივიწყა ბევრმა და ბევრმა კიდე ზონდერებად და მოღალატებად გამოგაცხადნენ. მე უყურე აჭარა ტაიმსზე სულხან მესხიძის როგორ დაუსვა დავით გაბაიძეს კითხვა, რომელიც გაიქცა იმ კითხვას, მაგრამ იმავე პოსტიც მახსოვს, რომელიც მე და ციალა ქათამიძეს მიგვიწყნა, იმიტომ მის სახთან ჩაიარა აქციამ და შეწუხდა დათო გაბაიძე და მისი ოჯახის წევრები. იმაზე არ წუხდება, რომ დღეს ზიას ამაღლობლის სიცოცხლე საფრთხეშია, ნებისმიერი ის ადამიანი დღეს რომელიც ჩუმად არის, პასუხისგებლები არიან და ამ პროცესის მონაწილე არიან. გასაგებია, მადლობა. რომ ჩვენ რა გვექნა პოლიციამ დაიკავა პროკურატურა. მადლობა ბატონო ასლან, მადლობა. თავისუფლება, სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ეხლა მთავარია გადავარჩინოთ ჩვენი კოლეგა. ჩვენ საუბრობდით ბატონ ასლან ჭანიძესთან, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი, გვიზიარებდა თავის მოსაზრებას, თავის წუხილს და ანალიზს. ჩვენ რა თქმა უნდა ისევ ჩვენს კოლეგაზე საუბრით განვაგრძობთ ღია ეთერს. ლიკა ზააკაშვილი ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში, პუბლიკას მთავარი რედაქტორი. ქალბატონო ლიკა, მადლობა, რთულია ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმ თემაზე, რომელიც ჩვენს მეგობარს, ჩვენს კოლეგას, ჩვენი პროფესიის, ჩვენი ოჯახის წარმომადგენელს ეხება და ჩვენი მედიის, ჭეშმარიტი მედიის მთავარი პრობლემა ეხლა რაც არის მისი ფიზიკური გადარჩენა და გათავისუფლება. თქვენ რა რისკებს ხედავთ ამ ინციდენტის უკან, რომელიც უკვე 19 დღეა გრძელდება და ჩვენ ვხედავთ, რომ სისტემა არ იმჩნევს ადამიანის ფიზიკური განადგურების საფრთხეს.
პირველ რიგში მინდა ვისაუბრო მზიას ჯანმრთელობის მდგომ. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის და მინდა დავიწყო საუბარი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც ვიცით იმის შესახებ. ამას იმიტომ არ ვიტყვი, რომ მაგალითად მზია უცხადებს მდობლობას პენიტენციური სამსახურის სამედიცინო მუშაკებს. არა, ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ იყოს მეტი საჯაროობა და მეტად ინფორმატიული იყოს ის ინფორმაცია, რომელსაც პენიტენციური სამსახური გვაძლევს ან აბარებს საზოგადოებას მზიასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიგებთ ძალიან მშრალ მონაცემებს. ისინი ამბობენ, რომ ანალიზების გარკვეული ნაწილი ნორმაშია, მაგრამ არ ვიცით რომელი ნაწილი არ არის ნორმაში. და თუ არ არის ნორმაში, ეს რამდენად არის საგანგაშო. ვითხოვთ, რომ გამოვიდნენ, როგორც წესია, აგვიხსნან რა არის ეს პროტოკოლი. ყოველდღიურად რა ტიპის სამედიცინო მხარდაჭერა ან დახმარება ეწევა მას, რას ამოწმებენ, როგორ ამონიტორინგებენ. ეს ყველაფერი არის საკმაოდ ბუნდოვანი და ჩვენ დღემდე გვიწევს კითხაობა იმის შესახებ, თუ მტარდება თუ არა სათანადო პროტოკოლით და წესით ყველაფერი რაც საჭიროა, იმიტომ რომ ადამიანები წერენ, ზოგი კითხულობს B12 თუ მოწდება, B1 თუ ბატონო, ეს მოწდება. პროტოკოლური სერვისის მიწოდების შესახებ ინფორმაციაც კი საჭიროებს ჩაშლას და ახსნას ადამიანებისთვის, რა იგულისხმება. კი, იმიტომ რომ რა კონკრეტული საჭიროება აქვს ახლა მზიას. კი, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს აღელვებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა. ჩვენ ვიმსახურებთ, რომ ვიცოდეთ დეტალური ინფორმაცია, რომ შემდგომ თუნდაც არ გაჩნდეს კითხვები, იყოს უფრო გამჭვირვალე და უფრო ინფორმატიული ის, რასაც ამბობენ მზიასთან დაკავშირებით და არა ის რაღაცა მშრალი, სრულიად უსიცოცხლო ტექსტები, რომელიც ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ძალიან ზოგად წარმოდგენას გვაძლევს მზიას ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. ამიტომ პირველ რიგში პენიტენციურ სამსახურს მოვუწოდებ, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს მსგავსი პრაქტიკა, როცა გამოდიოდნენ და დეტალურად ხსნიდნენ ყველაფერს. სუსტად იგივე სტანდარტით გამოვიდნენ და ყოველდღიურად საზოგადოებას აცნობენ, იმიტომ რომ ადვოკატის გამოტანილი ტექსტი, რომ ის ფეხზე შეიძლება უჭირს უკვე წამოდგომა, უფრო ზდის ღელვას, ხო? უფრო მეტად ნერვიულობთ და მეტად გვინდა მეტი დეტალური ინფორმაციის ცოდნა იმის შესახებ, თუ რა უტარდება მზიას, რა ანალიზები არ არის ნორმაში და ასე შემდეგ, რომ შემდგომ სწორად გაითვალოს, როდის დასჭირდება მას სამედიცინო მხარდაჭერა, ან დასჭირდება თუ არა გარედან სხვა სამედიცინო ჯგუფის ჩარევა, ხო? იგივე კონსილიუმის შექმნა, რომელიც ხელეწიფება სახალხო დამცველს. ამიტომ ეს არის ჩვენი მოთხოვნა პირველ რიგში. რაც შეეხება მზიასთან დაკავშირებულ ამბავს, რაც თქვენი კითხვის მეორე ნაწილი იყო. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მე მგონია, რომ დასაწყისში თუ ვინმეს ჰქონდა კითხვები, დღეს მოხსნილია და ყველა ხედავს, რომ ის იმ ქმედებისთვის, რაც მზიას შემთხვევაში ადგილი ჰქონდა, ბრალი არის მძიმე, ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციული დანაშაული, პოლიციელის შეურაცხყოფა, მზია ისჯება არაადეკვატური ბრალით და საერთოდ დაუსაბუთებელი იყო პატიმრობა, ხო? ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ პროკურატურისგან, მათ ეს შეუძლიათ, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება, შეცვალონ აღკვეთი ღონისძიება და მოხდეს ბრალის კვალიფიკაცია შეცვალონ, ხო? მაგრამ აი აქ მინდა გკითხოთ აუცილებელი და თუ გესმით ჩემი ხმა, აი აქ მინდა გკითხოთ პატიმრობის ღონისძიების შეცვლა. კი ბატონო, კი ბატონო. რიგში არის რომ პატიმრობიდან გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან მზია. ამ მიმართულებით მინდა ზუსტად ჩავშალოთ ახლა ეს საკითხი. ჩვენ გვესმის ბოლო დღეებია და დღეს განსაკუთრებით, როდესაც ირაკლი ყობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას და თქვა, რომ პოლიციელზე ხელის აღმართვა მაქსიმალურად მკაცრად უნდა დაისაჯოს. მან ასევე თქვა, რომ ეს кейსი არ უკავშირდებოდა პროფესიულ საქმიანობას და მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ხაზგასმით თქვა, რომ ეს იყო პარტიული დავალება და პარტიული ქმედებაო. როგორ ფიქრობთ, თუნდაც ის, რომ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის ინიციატივით არ შედის პროკურატურა. გარკვეულწილად ეს საჯარო განცხადებები ხوار ახდენს გავლენას, ხوار ბლოკავს. არ ვიცი, აი ესეთი ჯაჭვია ეხლა ამ პროცესებში ერთმანეთთან დაკავშირებული, რა აბრკოლებს, რა აფერხებს ამ საქმეს, როდესაც პრაქტიკა არ იცნობს ასეთი აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი ზომის პატიმრობის გამოყენებას და როდესაც ადამიანი თვალს და ხელს შუა გველევა, მე-19 დღე ადამიანი შიმშილობს და ფიზიკურად შეუძლებელია მისი ორგანოები ისე განაგრძობდნენ ფუნქციონირებას, როგორც ადრე. აი ამიტომ რა შეიძლება იყოს დამბლოკავი იმის, რომ ჰუმანურ ჩარჩოებს დაუბრუნდეს ამ საქმის განხილვა და მიდგომა ზოგადად სისტემისა.
ირაკლი კობახიძემ დღეს ერევანში კომენტარის დროს წამოწდა, რომ ეს პოლიციელი შეურაცხყოფა, არ ვიცი წამოწდენა იყო თუ ალბათ ფიქრობ, რომ თავადაც ასე ფიქრობენ, რომ ეს არ იყო თავდასხმა და არ იყო ის სისხლის სამართლის ბრალი, რასაც ედავება პროკურატურა მზია ამაღლობას. რატომ უკავშირდება ეს მზიას პროფესიულ საქმიანობას? იმიტომ რომ ხედავთ ისეთ პრაქტიკას, რომელიც უმკაცრეთად ჯის ადამიანს ისეთი ქმედებისთვის, რომელიც არ ჩაუდენია, გამოიყენეს წინასწარი პატიმრობა იმ რეალობაში, როცა არ იყო ის დასაბუთებული. ჩვენ ხო ყველა თანხმდებით, რომ მზია ვერ მოახდენდა ვერანაირ ზემოქმედებას გარეთ გამოსული ვინც იყვნენ ეს მოწმე, ვერ გაანადგურებდა მტკიცებულებებს და არსად არ მიიმალებოდა, ხო? ამასთან გასათვალისწინებელია მთელი კონტექსტი 11 იანვარს რა მოხდა. მზია ამაღლობელი თავს არ დასხმია პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს დგებუაძეს. მზია ამაღლობელი თავად გახდა არაერთი სამართალდარღვევის მომსწრე, თავად გახდა 11 იანვარს მსხვერპლი უკანონო დაკავების, შემდგომ იქ ნახა არაერთი ძალადობის ფაქტი, გამოსულზე მის თვალწინ პირველი დაკავების შემდეგ დააკავეს მისი ახლობლები, ასევე უკანონოდ. ეს იყო აღშფოთებული ადამიანის რეაქცია, მოქნეული ხელი. და ეს არ არის თავდასხმა. ეს იყო რეაქცია იმ უსამართლობაზე, რომლის მსხვერპლიც იმ დღეს მზია გახდა არაერთ გზის, ხო? ეს ვერ შეფასდება, მას ხელი არ შეუშლია მაგალითად ვინმეს დაკავების პროცესში, ან კიდე რომელიმე საპოლიციო ღონისძიების განხორციელების დროს. და ამასთან გასათვალისწინებელია ის, რომ თავად გებუაძე, რასაც აღწერს, თუ რა იგრძნო, ეს ვერ და არ გამოდგება სისხლის სამართლებრივი დევნისთვის. როგორ შეიძლება სიწითლე ვიგრძენი და ტკივილი ეს გამოდგეს იმისთვის, რომ ადამიანი 4-დან 7 წლამდე გაუშვა პატიმრობაში. უნციკლო პროფესიული რეპუტაცია ის ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძვის ადამიანის უფლებებისთვის, დემოკრატიისთვის და თავისუფალი მედიის დაცვისთვის საქართველოში. კი ბატონო, სწორედ აი ამ ყველაფრის ერთობლიობა დასაბუთებულად აჩენს ეჭვს, რომ მზია სჯიან თავისი პროფესიული მოვალეობის გამო, ისედაც ხელში ყავდათ იმ გამოცემების გამო, რომელიც მან დააფუძნა, განავითარა, ხო, რომელიც არის ესეთი მნიშვნელოვანი წყარო საქართველოში მომხმარებლებისთვის და მოქალაქეებისთვის და ამის გამო სჯიან სამაგალითოდ მზიას და მეორე სამიზნე ვართ ჩვენ ალბათ ამ ყველაფრის სხვა დამოუკიდებელი ჟურნალისტები და კრიტიკული ადამიანები, რომ აი იგივენაირად, იგივე უსამართლოდ, შერჩევითი სამართლის მსხვერპლი გავხდებით, თუ კი მოვინდომებთ რეჟიმთან დაპირისპირებას და მოვინდომებთ მედიის და გამოხატვის თავისუფლების დაცვას ამ ქვეყანაში. ვერ შეგვაშინებენ. მე მგონი უნდა მიხვდნენ, რომ არ გვეშინია. დიახ. აქ აი ესეთი რამ მინდა გკითხოთ მომხდარის ფონზე, ალბათ განსაკუთრებით მძიმე იყო იმის აღქმა, რომ ხელისუფლება აჯილდოვებს პოლიციელებს, პოლიციის სისტემის მაღალ ჩინოსნებს, რომელთა მიმართაც საზოგადოებას ძალიან ბევრი კითხვა აქვს, რომელთა მიმართაც დაიწერა არაერთი ანგარიში, სადაც მათ ბრალი ედებათ წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაში, აქციის მონაწილეებისადმი, საკუთარი თანამოქალაქეებისადმი და ჩვენ დღეს ვუყურებთ მათ დაჯილდოვებას, წახალისებას ერთგვარს, ხო? ეს რაზე შეიძლება მეტყველებდეს? რა სიგნალია ეს აქციაში მონაწილე ადამიანებისადმი, უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანებისადმი და თავად პოლიციელებისადმი? რას ფიქრობთ თქვენ? ეს 24 დეკემბერს იყო დაანონსებული, ეს ბოლომდე სიახლე არ იყო, ჩვენთვის ვიცოდით, რომ ისედაც გეგმავდნენ მათ დაჯილდოვებას. ეს არის ცნობილი მეთოდი, რეჟიმი ამხნევებს თავის წევრებს, რომ თქვენ დაუსჯელობა არ შეგეხებათ არაფერი, თქვენ თავარია სისტემასთან დარჩით ერთ გუნდი. ეს არის ამის დემონსტრირება და იმის დემონსტრირება, რომ არ აინტერესებთ და არაფრად იღებენ იმ შეფასებებს, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებიდან მოდის და ასევე შიდა საზოგადოების და ჩვენი ქართველი საზოგადოების ხდა როგორ ფასდება ამ ადამიანების საქმიანობა, ხო? არ ვიცი, ეს მე მგონია, რომ უფრო მათი შიდა მოხმარების საკითხი უფროა. დანარჩენმა საზოგადოებამ ჩვენურად შეაფასა ეს ნაბიჯი და სახელიც უკვე ეწოდა, რაც არის ეს. ამხნევებენ ერთმანეთს და არ ვიცი, გააგრძელონ ასე. მათთვის ალბათ მნიშვნელოვანია და ასე თუ იგულიანებენ ერთმანეთს, წარმატებით ვისურვებ. არ მინდა რიტორიკულად ჟღერდეს, მაგრამ ასეთი კითხვაც მინდა დაგისვათ. ჩვენ ვხედავთ ხარდაჭერის სოლიდარობის ძალიან ძლიერ მესიჯებს საქართველოს ფარგლებს გარედან. ევროკავშირის ელჩი საქართველოში, სხვა დიპლომატები, ელუთოს წარმომადგენლობა, უამრავი ოფიციალური უწყება ან მაღალი რანგის პოლიტიკოსი თუ სხვა პროფესიული წრის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დონეზეც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დააბრუნოს ლოიალურობის, ჰუმანურობის, სამართლიანობის და კანონიერების ჩარჩოში ეს საქმე და პირველ რიგში დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს
თავისუფლოს, გადაარჩინოს მზია ამაღლობელი, დაიცვას ქვეყანა იმ რისკისგან, რასაც ფიზიკური განადგურება ქვია ადამიანის. როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს ავტორიტეტი ასეთ შემთხვევაში? ვის რჩევას, ვის რეკომენდაციას გაითვალისწინებს ხელისუფლება? იმიტომ რომ 14 ქვეყნის ელჩი და სხვა ვიზეც მე ვისაუბრე და არა მხოლოდ ისინი, არ ამგონია ნაკლებად წონიანი ადამიანები, ნაკლებად გავლენიანი ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ აი რა შეაჩერებს ამ პროცესს? ვის შეიძლება დაუჯეროს ქართულმა ოცნებამ დღეს? ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს ევროსაბჭოს პარლამენტში გაკეთა მგონი ეს განცხადება ერთ-ერთი დეპუტატის, რომ მან თქვა ასეთი რამ, რომ ჩვენ ყველა ვნახეთ ვიდეო და დაგვცინით. მართლაც დაცინვაა, რომ აი ამ ხელის შემოქმნების გამო გამწარებული მოქალაქე, რომელიც უსამართლობაზე რეაგირებს, ასე პოლიციელის თავგასულობაზე რეაგირებდა, ასე 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროფესიონალ ადამიანს, ასეთი კვალიფიციური მედიის წარმომადგენელს, ხო? ეს მე მგონი ამ კუთხით ყველაფერი ნათელია. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს ბრალი არის დასჯა, პატიმრობა არის დასჯა და რა თქმა უნდა, რატო თუ არა მზიას პროფესიული საქმიანობის გამო, რატო დასჯიდნენ? რა თქმა უნდა, ამის გამო. რაც შეეხება ვის გაუწევს ანგარიშს, ხალხს გაუწევს ანგარიშს და ბოდის ვიხდი. პირდაპირ ეთერია. ჩემი აზრით, დიახ, აქ მოქალაქეები არიან საკმაოდ ბევრი და დიახ. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში მე მგონია, რომ რა თქმა უნდა, ჩემ გარშემო განსაკუთრებით ყოველდღიურად, როცა იზრდება მატულობს დღეები, ხო? 19 დღეა შიმშილობის. იზრდება განგაშის განცდა და ფიქრობთ, რომ განცდა გვაქვს, რომ კედელს ვასკდებით, მაგრამ მე მგონია, რომ ამ კედელს აუცილებლად გავანგრევთ. იმიტომ რომ ჩვენ არ გავჩერდებით, უბრალოდ არ გავჩერდებით. სანამ მზია ამაღლობელს არ გაათავისუფლებენ, პრინციპულად არ გავჩერდებით, მზია იქნება თავისუფალი, გავანგრევთ ამ კედელს ჩვენი ხმაურით და ჩვენი სიმტკიცით. სოლიდარობა მზიას, მზია მტკიცეთ არის და ჩვენც ძალიან ხნედ ვართ, ის აუცილებლად მალე იქნება თავისუფალი. სოლიდარობა მზიას, მადლობა თქვენ, დიდი მადლობა. ლიკა ზაკაშვილი, პუბლიკას მთავარი რედაქტორი, გვიზიარებდა საკუთარ და მზია ამაღლობელის გადასარჩენად მებრძოლი ჟურნალისტების პოზიციას. ჩვენ ხედავდით კადრს, იგი ჩაგვერთო თბილისიდან, დედაქალაქშიც, ბათუმშიც და პერიოდულად სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და ადამიანები გარკვეულწილად ვერც ხვდებოდნენ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით ახლა სტუმარს და ამიტომაც რამდენჯერმე მოქალაქემ გაიარა კადრში. ჩვენ ახლა ბათუმის დრამატულ თეატრში მიმდინარე პროცესებზე უნდა ვისაუბროთ. მეგი კობალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ხელმძღვანელი თეატრიდან გაგდებას უპირებდა. მსახიობის საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. რამდენად უკავშირდება მომხდარი ამ ფაქტს, ამას თავად მეგი გვეტყვის, იგი უკვე ჩვენი სტუდიის სტუმარია. საღამო მშვიდობის, მადლობა რომ გვეწვიეთ და სტუდიაში გვაქვს საშუალება ვისაუბროთ. მოკლედ, პირველ რიგში ასეთი რამ მინდა გკითხოთ, თქვენ ვიდეოში ამბობთ, რომ კამერამ გადამარჩინაო, ტელეფონის ჩართვამ გადამარჩინაო. პირველ რიგში მაინტერესებს, ხო არ ქონდა რაიმე ტიპის გაგრძელება დღეს და ნამდვილად გადაგარჩინათ თუ არა პროფესიული თვალსაზრისით თქვენმა ხელსაწყო. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში სოლიდარობა მზიას, სოლიდარობა ანდროს, სოლიდარობა ყველა რეჟიმის პატიმარს. სოლიდარობა ნამდვილად. და მე ცოტა მერიდება დღეს რო აქ ვარ გულწრფელად და იმიტომ რომ მზიას ირგვლივ რაც ხდება იმდენად მნიშვნელოვანია რომ ეს მე არ მოვიდოდი აქ რო არა ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელის ნუკრი ქანთარიას პოლიტიკური წარსული მე დღეს აქ არ ვიქნებოდი იმიტომ რომ მართლა მომერიდებოდა და დღევანდელი კეთილგანწყობა. და გამომდინარე აქედან მე მივეცი ჩემს თავისუფლება რომ დღეს როცა მზია მე-19 დღეა შიმშილობს როცა ანდრო სრულიად უდანაშაულო არაჩვეულებრივი პირადად არ ვიცნობ მაგრამ ესე ვიცნობ შორიდან და არაჩვეულებრივი ბიჭი და ასევე სხვა პატიმრები არიან ციხეში მოკლედ მე აქ არ ვიქნებოდი
და შეკითხვა დამავიწყდა. ანუ დღეს არა გამახსენდა. ინციდენტი არ იყო თუ იყო ესეც საინტერესოა. კეთილგანწყობაც ახსენეთ თქვენ და. მე ვახსენე ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელის კეთილგანწყობა პოლიტიკური ოცნებასთან მიმართებაში დღევანდელი. უფრო მეტი დეტალი რომ მოუყვეთ საზოგადოებას, ჩვენც ვფიქრობთ, ხედავთ ახლა რა მდგომარეობა, გაფიცული ხართ თქვენ, არა მხოლოდ თქვენ, ბევრი თეატრი საქართველოს მასშტაბით და რაც ხდება გარეთ, ეს უკავშირდება იმ პროცესებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს. თქვენ არაერთხელ გიხილავთ მთელმა საზოგადოებამ საპროტესტო აქციებზე, ძალიან საინტერესო იყო ორი კაცის პროტესტი, ამასაც მიუბრუნდებით. ამიტომ ქვეტექსტი ძალიან მრავლისმთქმელია, ამიტომაც ვცდილობთ გავარკვიოთ რა ხდება, ეს გასცდა პირად კონფლიქტს, ხო, ეს არის ბათუმის დრამატული თეატრი. აქ საუბარია მსახიობზე, რომელიც არის ძალიან საინტერესო პერსპექტივის მქონე ადამიანი, საინტერესო როლების შემსრულებელი ადამიანი და როდესაც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შემდეგ თქვენ პირადად პერსონალურად ამბობთ, რომ ის აპირებდა ჩემი შრომითი ხელშეკრულების გადახევას. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია რა ხდება. კი. მოკლედ დავიწყებ იქიდან რომ გუშინაც ვისაუბრე ამის თაობაზე და ნუ ახაც უნდა განმეორდე. ყველაფერი დაიწყო იქიდან რომ ჩვენ სანამ მოვაწერთ წელიწადში ერთხელ ვაწერთ ხოლმე ხელშეკრულებას, ეს ზუსტად ეხლა დაემთხვა ეს პერიოდი გუშინ, სადღაც თვენახევარი ჩვენ არ შეხვედრილ ვართ და არ ქონია შეხება. ჩვენ სამხატვრო ხელმძღვანელთან გუშინ ჯერ იყო შეკრება, დასის შეკრება, ხოლო შემდეგ უკვე იყო ხელმოწერები და ამაზე საუბარი და ხო მე როგორც ადამიანი რომელიც ცოტა ეჭვით ვუყურებ პირდაპირ ეჭვით თვალით ვუყურებ შესაძლოა სხვა რო ყოფილიყო თქვა სხვა სამხატვრო ხელმძღვანელი მე არ გამჩენოდა ეს შეკითხვა მაგრამ გუშინ გამიშთა შეკითხვა და ვკითხე მას დასის შეკრებაზე რომ თუ რა განწყობა აქვს ახლა ეს იმიტომ გავაკეთე, ანუ რას ფიქრობს თვითონ თავს როგორ გრძნობს, როცა მე გუშინ მეკითხებოდა, გუშინ მე-18 დღე იყო, მე-18 დღეა მზია შიმშილობს. მაინტერესებდა რას ფიქრობდა ის. ხო, მან თქვა რომ ძალიან წუხს და იმედოვნებს რომ მალე გამოუშვებენ მზიას და მე იქვე დავუფიქსირე რომ სანამ მზიას არ გამოუშვებენ, სანამ პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებენ, მე არ ვიყავი მზად რომ მეთამაშა, იმიტომ რომ მე როგორც ვფიქრობ, სავარაუდოდ მას უნდა რომ ნელ-ნელა უკვე აღდგეს პროცესი თეატრში და მე პირადად ამის წინააღმდეგი ვარ კატეგორიულად. კი ბატონო, საინტერესო ერთი დეტალი, გუშინდელ ინციდენტს უძღოდა თუ არა წინ რაიმე ტიპის დაპირისპირება, რაღაცა ასე პირადი საუბრები, თქვენ გასაგებია მას გუშინ მიანიშნეთ უთხარით პირადად მისი განწყობების შესახებ, მაგრამ ხო არ იყო რაიმე სხვა ტიპის დაპირისპირება თქვენ შორის, რამაც საბოლოოდ წარმოშვა? ჩემი და ბატონი ნუკრის დაპირისპირება არ დაწყებულა გუშინ. ის დაიწყო მოსვლის დღიდან და მე ძალიან კარგად მახსოვს, მკაფიოდ მახსოვს. პოლიტიკური სარჩელი ქონდა. მე თვითონ ძალიან დაძაბული ვიყავი და არ მომწონდა ნუკრის კანდიდატურა პირველივე დღიდან და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ის არის ოცნების დამფუძნებელი, მე უკვე მართლა აღარ მაინტერესებს როგორი რეჟისორია. ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან კარგი, ვიღაცისთვის მიუღებელია. ეხლა რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ წუთას და ადრეც მნიშვნელოვანი იყო, რომ რა პოლიტიკური განწყობა აქვს. და კი ბატონო, აი ეს პოლიტიკური განწყობები თქვენ მსახიობებს გზღუდავდათ, მაგალითად თქვენს თამაშზე, სცენარებზე აისახებოდა, ანუ თქვენი წუხილი გარდა იმისა, რომ მას აქვს პარტიული წარსული, იყო დეპუტატი, ქართული ოცნების წევრი, კი ბატონო, საინტერესოა ეს განწყობა როგორ გადმოდიოდა თქვენზე და თქვენს პროფესიულ ზრდასაც და არა მხოლოდ ზრდას, თქვენ შემოქმედებას როგორ აფერხებდა, როგორ აისახებდა? კარგი შეკითხვა, აი გეტყვით, პირველი რომ მოვიდა ეს კაცი ჩვენთან პირველი იყო თუ არ ვცდები გამოუშვა პრემიერა სოფელსა შინა. სადაც მე როგორც რიგითმა მაყურებელმა წამოვიღე იქიდან ის რომ მორალი ჩემთვის იყო ის რომ არ აჯანყდე.
არ აჯანყდე. ანუ აბსოლუტურად ყველანაირ განწყობას იმის რომ რაღაცა შეცვალო, როცა ახალგაზრდა ხარ, აბსოლუტურად ეცადა ჩაეკლა და ანუ ეს მორალი წამოვიღე. ეს ზუსტად ეს იყო ჩემთვის თავიდანვე საინტერესო რომ მოდიოდა. იმიტომ რომ მე მას ვუთხარი ზუსტად ეგ კითხვა დაუსვი, როცა მინისტრმა ქალბატონმა მაიამ მოგვიყვანა და გაგვაცნო, რომ რამდენად ის იქნებოდა, რამდენად იქნებოდა ის აი ამ პოლიტიკის გამტარი. იმიტომ რომ მე არ ვიყავი მზად, მე არ ვარ მზად არც ახლა სცენაზე ვიდგე და ამას ვთქვათ, ჩემს მაყურებელს, ჩემს საყვარელ მაყურებელს თან მიმქონდეს. და ვაჟღერებდი ამას. ხო, მე ამის წინააღმდეგი ვარ თქო და მაშინ რა თქმა უნდა თქვა რომ ის პოლიტიკისგან უკვე შორს იყო დიდი ხანია და ამას ჩვენ ვერ ვიგრძნობდით, თუმცა აი შემდეგ წამოვიდა უკვე სტალინი. რაც მე მაგალითად ის პერიოდი სტალინის, რაც თვითონ გვაჩვენა სცენაზე, მოვიხიბლე. ანუ ხვდებით შესაძლებელი იყო რომ იმდენად სიმპათიური იყო ჩემთვის სტალინთან ალბათ შეიძლება ჯაყელის თქვა გარეგნობამაც და პერსონაჟმა თუ ხო მაგრამ ნუ საერთოდ ჯამში ეს ყველაფერი ხო ის იყო. კი ბატონო, აქ საინტერესოა კიდევ ერთი რამ. აქციებზე და ამ გაფიცვის რეჟიმში თქვენთან ერთად არიან სხვებიც, თქვენი თანამშრომლებიც, დასის წევრებიც მათ შორის, რეჟისორიც მათ შორის. ამიტომ საინტერესოა, აი, სხვებთან დამოკიდებულება, თქვენ გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ შეიძლება ესეთი მწვავე კონფლიქტი არა, როგორც თქვენთან, მაგრამ სხვებთან აქვს თუ არა მას დაძაბული ურთიერთობა, აი თქვენსავით ღიად აფიქსირებენ თუ არა მოსაზრებას სხვები, ამ მიმართულებით რა ხდება? ანუ თქვენ პერსონალურად რატომ გახდით მისი სამიზნე? მაშინ როდესაც თქვენს აზრს, თქვენს განწყობას ბევრი აი ეგ არის არა მარტო მე გვიამეთ ამაზე თუ შეიძლება. ჩემზე მეტად ოთარ ქათამაძე ან ოთარ ქათამაძეს უკვე სასტიკი საყვედურიც აი სრულიად აბსურდული ბრალდებით გამოუცხადა სასტიკი საყვედური ადამიანი არ იმყოფებოდა თეატრთან ახლოს და ჩვენ გვიწერია ხელშეკრულებაში ესეთი პუნქტი სადაც არ გვაქვს უფლება რომ თეატრის ტერიტორიაზე რაიმე სახით დავაფიქსიროთ ჩვენი ვთქვათ მოქალაქეობრივი პოზიცია და მაგალითად ადამიანი არ იმყოფებოდა საერთოდ თეატრის ტერიტორიაზე და გამოუცხადა სასტიკი საყვედური. ანუ ესეც თქვენი შეფასება როგორია? მის პოლიტიკურ განწყობას უკავშირდება ოთარ ქათამაძესთან დაპირისპირებაც? პირდაპირ. კი, რა თქმა უნდა. ის რომ თქვენ ახლა ხართ საპროტესტო აქციების წარმომადგენლები, ჩართული ხართ ამ პროცესში, სახეები ხართ, საუბრობთ დასის, კი ბატონო, გარკვეულწილად დასის ნაწილის სახელით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ აბსოლუტური თანხვედრა აზრებისა არ იყო და ამიტომ თქვენ უკავშირებთ ამას პოლიტიკური შეხედულებების აცდენას ერთმანეთთან. სამწუხაროა, მე ჩემს მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ჩვენ რა თქმა უნდა შევთავაზეთ ბატონ ალექსანდრეს, ბატონ უკრის მობრძანება და საინტერესო იყო ისაუბრა მას შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, თუმცა გვაცნობეს მდივნის საშუალებით ვეკონტაქტებოდით და დიახ გადმოგცეს, რომ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ის არ ისაუბრებს და არ სურს ამაზე საუბარი, ამიტომ მხოლოდ კითხვების დასმაღა შემიძლია თქვენთვის. მინდა ეს განვავრცოთ აქციების მასშტაბების და განგრძობიტობის თემა ჩვენ ვიცით რომ საპროტესტო მანიფესტი ამოძრავდა და რეგიონებში გადიან და პირველში აჭარაში იქნებიან ვასო აბაშიძის ახალი თეატრის დასის წარმომადგენლები და ალბათ არა მხოლოდ მსახიობები ვნახოთ რა იქნება. თქვენი განწყობა როგორია? რაიმე ტიპის კომუნიკაცია, რაიმე ერთობლივი ღონისძიებები გეგმება თუ არა და თქვენ პერსონალურად უერთდებით თუ არა ამ საპროტესტო ტალღას? კი, პირველ რიგში მეც ვიღებ ბათუმში ჩამოდიანი მეც ვიღებ მონაწილეობას, მეც გამოვდივარ სიტყვით ოთარ ქათამაძე, ტიტე კომახიძე, ჩვენ გამოვდივართ და ვაფიქსირებ და უერთდებით და ძალიან გახარებული ვარ ეს რო ხდება და მეძლევა შესაძლებლობა რომ რაღაცნაირად დავაფიქსირო ჩემი წუხილი და ის რაც მაწუხებს და ის რაც ეხლა ნამდვილად მტკივა და მნიშვნელოვანია. კი ბატონო, აი ბოლოსკენ მივდივართ. კიდევ ერთხელ რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, ანუ შრომითი ხელშეკრულების გადახევა ვერ მოხერხდა. და თქვენ მოაწერეთ მე მოვაწერე ხელი და ჯერჯერობით არავინ არ დამკავშირებია თეატრიდან, ესე არავის არ უთქვამს ოფიციალურად, რომ თქვა ან გაშვებული ვარ ან და ხო. გასაგებია და ბოლო, აი მიმართვა რა გექნებათ, რა სიტყვით ადამიანებს, რომლებიც დგანან თქვენს გვერდით აქციებზე და რომლებიც არ დგანან და არ იზიარებენ ამ საპროტესტო განწყობას, რამდენადაც შეიძლება მოკლედ რომ შევაჯამოთ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ღამით ვერ გავდივარ გარდა იმაზე მე
ფაქტს ვისურვებდი, რომ ჩართული ყოფილიყავი ვიდრე ვარ, ამა თუ იმ გარკვეული მიზეზების გამო, მინდა ვუთხრა, რომ იმაზე აქტიურები იყვნენ, ვიდრე მე ვარ დღესდღეობით, მაგრამ ვეცდები, რომ ყველანაირად ვიყო ჩართული, რითიც შემიძლია, როგორც შემიძლია დღის აქციები, თუნდაც დღისით გამოვიდე, თუ ღამით ვერ გავდივარ და ვინც ამას ეხლა ამ მომენტში არ უერთდება, მე არ ვიცი რა უნდა უთხრა, იმიტომ რომ ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია ამ ადამიანების განწყობა. მადლობა თქვენ, მადლობა რომ მოგვეწვიეთ და მადლობა რომ გაუზიარეთ ჩვენს მაყურებელს დეტალები ამ ინციდენტის. მადლობა მეგი კობალაძეს, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, საუბრობდა გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. კიდევ ერთი საინტერესო სტუმარი გველოდება, უნდა წარმოგიდგინოთ, ჩართვა ბრიუსელიდან ქალბატონი თამარ გუგულაშვილი, ევროპარლამენტში მწვანეთა პარტიის ყოფილი საპარლამენტო მრჩეველი. ქალბატონ თამარ, საღამო მშვიდობისა, განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ თანამშრომლობთ და თქვენი გადავსებული დღის გრაფიკის მიუხედავად არ მახსენდება უარი გეთქვათ ჩართვაზე. თავდაპირველად ვიდრე მასშტაბურ პოლიტიკურ პროცესებს განვიხილავთ, მინდა გთხოვოთ შეფასება მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ იცით ყველა დეტალი, როგორ ჩანს ეს პროცესი გარედან, რატომ ისჯება მზია ამაღლობელი და თქვენ ამ პათოს თუ იზიარებთ, როდესაც საზოგადოების ნაწილი ხაზს უსვამს იმას, რომ ის იმიტომ ისჯება, რომ არის მზია ამაღლობელი, იმიტომ რომ ის არის მისი პროფესიის და პროფესიული პრინციპების ერთგული. თქვენ თუ ხართ აი ამ განწყობის გამზიარებელი? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და იმ შანსისთვის, რომელსაც მაძლევთ, რომ მაგალითად მზია ამაღლობელზე ჩემი პირადი მიდგომით დავიწყო. თავისუფლება მზია ამაღლობელს მე ვიზიარებ აბსოლუტურად საქართველოს დარწმუნებული ვარ დიდი უმრავლესობის ქართული ხალხის დიდი უმრავლესობის აზრს, რომ მზია ამაღლობელი ისჯება სწორედ იმიტომ, რომ იგი არის მზია ამაღლობელი, ანუ რეჟიმი სჯის იმ ადამიანებს, რომლებიც ადვილად, ასე ვთქვათ, დისკრიმინაცია მათი ვერ ხდება გარკვეული დამამცირებელი ეტიკეტის მიწერებით და ამიტომ ადამიანებს, რომელსაც აქვთ შეურყევი რეპუტაცია და საშიშებიც არიან, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც რეპუტაციულად ვერ დააზიანებ, მაგრამ ჟურნალისტები არიან და ეს ჟურნალისტური ეთიკის ნიმუშები, როგორც მზია ამაღლობელია, ეს ადამიანები როცა გაკრიტიკებენ საშიშია, იმიტომ რომ ვერაფერს ვერაფერს ვერ უყენებ, ამიტომ ასეთი რეჟიმები არ არის ეს რა თქმა უნდა მარტო საქართველოში, ყოველთვის ებრძვიან თავისუფალ სიტყვას და პროფესიონალიზმს. კი ბატონო, აი გამოსავალი მინდა კითხოთ, აი გარედან რა შეიძლება აი თვითონ პროცესში ჩართული ადამიანები იმდენად არიან თანაგანცდით და პრობლემით მოცულები, რომ შესაძლებელია გარედან უფრო საინტერესო წინადადება მოვისმინოთ. აი ჩვენ ვხედავთ ჩართულია დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა საგარეო უწყებების სხვადასხვა ქვეყნის ევროპარლამენტარები, კონგრესიდან გამოხმაურება, ანუ ყველანაირი ტიპის მხარდაჭერა და მოთხოვნა ხელისუფლებისადმი, მხარდაჭერა მზია ამაღლობელისადმი და მოთხოვნა ხელისუფლებისადმი მოვისმინეთ. მაგრამ ვართ ამ მდგომარეობაში ადამიანი აგრძელებს 19 დღეში მშელობას და დასაკარგი წამიც არ გვაქვს. როგორ ხედავთ თქვენ, აი რამ შეიძლება შეცვალოს დღეს სიტუაცია? აქ ცხადია სამართლებრივთან ერთად ალბათ მორალური მიდგომაც ძალიან საინტერესოა. დიახ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ქართულ ხალხზე დამოკიდებული, ეს ახლა უნდა ნათად მინდა თქვა, რომ ქართველებს ჩვენზე არის დამოკიდებული მზიას გადარჩენაც, განთავისუფლებაც, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ დღევანდელი საქართველოს რეჟიმი უკვე ხა ევროკავშირის და ევროპარლამენტარის მოწოდებას დიდი ხანი აღარ რეაგირებს. დიდი ხანი არ სწხვენიათ გარკვეული საკუთარი ნაბიჯების ღიად დაფიქსირება და პოზიციების ღიად დაფიქსირება და პირიქით შეტევაზე გადადიან და ლანძღვაზე გადადიან, როცა მათამი მოდის მოწოდება, რომ გაანთავისუფლეთ
მაგალითად რომელიმე დაჭერილი ან რაღაცა სხვა თქვათ ესეთი დისკრიმინაციული კანონი არ უნდა მიიღოთ ან აი ამ ყველაფერზე რეაგირება რო გითხრათ რომ გარედან რაიმე ვინმეს მოწოდებაზე და ჰუმანიზმის გამოჩენის მოწოდებაზე რეაგირება კონდეს რეჟიმს არ აქვს დიდი ხანი ამიტომ რა თქმა უნდა ეს მოწოდებები კეთდება და გეტყვით რომ ბრიუსელში ძალიან ბევრი აქტიურად მუშაობს იმაზე რომ ბზიას საკითხი დადგეს და იქნება რა თქმა უნდა ევროპის საგარეო საკითხებში ბზიას საკითხის და სხვა პოლიტიკური და ნის პატიმრების საკითხიც მაგრამ მათი განთავისუფლების თავარი ასე თქვა ბრძოლა უნდა ქართულმა ხალხმა ჩაატაროს ისევ იმიტომ რომ გარედან შეიძლება მოწოდება გაკეთდეს კრიტიკა გაკეთდეს და რა თქმა უნდა შეიძლება გაკეთდეს სანქციები და აი სანქციებთან უკვე მივალთ ხო დღეს გაკეთდა სანქციები ჩეხეთის მიერ და ეს სანქციები გაგრძელდება, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ქვეყანა გააკეთებს, იმიტომ რომ ბზიას ადრეც ვახსენე სხვა ეთერში, ბზიას საკითხი არის ძალიან ადვილად გასაგები ყველა ევროპელისთვის, ყველა ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენლისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჟურნალისტი, რომელიც დააკავეს იმის გამო, რომ არის ჟურნალისტი და არის სწორედ ისეთი, რომლის დისკრიმინაციას ადვილად ვერ ახდენენ და ვერ აკუთვნებენ ადვილად რომელიმე ისეთ მედიას, რომელზეც იტყვიან, რომ ეს მიკერძოებული მედიაა. და სწორედ ამიტომ აი ასეთი ადამიანების უფრო საშიშები არიან, რა თქმა უნდა, ამის გამო ასე ვთქვათ, მოხდა მისი პროვოკაციურებული რაღაც სიტუაციაზე მისი დაჭერა. და აბსოლუტურად ყველაფერი ნათელი არის ევროპისთვის, ევროპელი ნებისმიერი, ვთქვათ, მაღალჩინოსნისთვის, პოლიტიკოსისთვის, რომ ეს ადამიანი არის სინდისის პატიმარი, პოლიტიკური პატიმარი და სანქციები გაცილებით უფრო ნათელი ჩანს იმ რეჟიმისთვის, როცა რეჟიმი ასე ებრძვის ჟურნალისტს. ჟურნალისტი თითქმის ხელშეუხებელია ომებში, ჟურნალისტზე გარკვეული ცალკე სხვა სიტუაცია ვითარდება, როცა ომებია, როცა არის სხვადასხვა ესე იგი საომარი სიტუაციები, მათზე ხელის დადება, მათზე ხელის დაწევა არ შეიძლება და როცა ჟურნალისტს აპატიმრებს რეჟიმი და მით უმეტეს ასეთი შეთითხნილი, ასე ვთქვათ, სიტუაციით, ამაზე რეაგირება არის ხოლმე ძალიან მწვავე. რა თქმა უნდა, სანქციებზეც ესეთი რეაქცია აქვს, ხო, ჩვენ რეჟიმს, ამიტომ გარედან მისი განთავისუფლება ძალიან ძნელად მეჩვენება. მე უფრო მომაჩნია, რომ ქართულმა ხალხმა უნდა აჩვენოს ძალა ზიას კოეფიციენტი კომიტეტი. კი ბატონო, მადლობა. თქვენ ახლა ასევე მნიშვნელოვან საკითხს მინდა მივუბრუნდეთ. ჩვენ მომაყურებელმა უკვე იცის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 114 მომხრედ 13 მოწინააღმდეგით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც შეზღუდვები და დათქმები იყო გაწერილი და კონკრეტულად ჩვენი მაყურებლისთვის გავიმეორებ, რომ ქართული დელეგაციის წევრებს უჩერდებოდა კომიტეტების სრულუფლებიანი წევრობის ან მოადგილეობის უფლება. ევროპის საბჭოს საქართველოს დელეგაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებდა, თუ აპრილამდე დაინიშნებოდა ხელახლა საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდებოდნენ პოლიტპატიმრები. ვნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები, ამის საპასუხოდ გაცხადდა ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო ქართულმა მხარემ. აქ ჩვენ მოვისმინეთ საუბარი იმაზე, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სტრუქტურულადაც კი გაცილებით სუსტია, ვიდრე თვითონ ევროპარლამენტიო. მოდით ვუთხრათ რეალურად, რა დაკარგა საქართველომ, რა ზიანი მიადგება ამით ქვეყანას. ჩვენს აუდიტორიას რომ კარგად ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესებში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რა თქმა უნდა, და აქვს ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას, მაგრამ დავაზუსტოთ, რომ საქართველოს ევროსაბჭოს ვერ დატოვებს ახლა ესე და არც დატოვა. ესე ადვილი არ არის ახლა ერთი რეჟიმისთვის, მაგალითად, როგორი ლეგიტიმურიც არ უნდა იყოს, ასეთი უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციიდან ქვეყნის გამოყვანა. ეს სხვა საკითხი არის, ამიტომ რა თქმა უნდა, საქართველოს წევრად რჩება. მაგრამ თქვა ოცნების დელეგაციამ გადაწყვეტა რომ აღარ ითანამშრომლოს სრულად შეწყვიტა მუშაობა. აი ეს რას ნიშნავს? ეს როგორ აისახება ქვეყანაზე? ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, საშინელი რეპუტაციული ზიანია, რა თქმა უნდა, ეს შემდეგ ახსნე, მაგრამ ერთი ის რომ ისინი არ იმუშავებენ, ისედაც ვერ იმუშავებდნენ, იმიტომ რომ მათი სტატუსი იყო მინიჭებული, მაგრამ მათ არ შეეძლოთ გარკვეული პასუხისმგებლობის მიღება, სიტყვით გამოსვლა, ამიტომ ეს მუშაობა ისედაც ვერ მოხდებოდა, ანუ მათ გააკეთეს ის, რაც ევროპარლამენტ სოციალისტურ პარტიაში, ევროპის სოციალისტურ პარტიაში გააკეთეს, რომ ნახეს, რომ ხდებოდა მათი გარკვეული სანქცირება, ასე ვთქვათ, დაასწრეს და თვითონ გამოვიდნენ, მაგრამ ეს მაინც ისინი ვერანაირ სამუშაოს ვერ შეასრულებდნენ, მათ საშინაო დავალება მიეცათ ნათელი ევროსაბჭოსგან, იმიტომ რომ ევროსაბჭოში როცა საქართველო გაწევრიანდა, საქართველომ როგორც ქვეყანამ და სახელმწიფომ და არა ოცნებამ
მთლიანად საქართველოს სახელმწიფომ აიღო თავის თავზე ვალდებულება, რომ ევროპული სტრუქტურების, საერთოდ ამ ევროსაბჭოს სტრუქტურების ვალდებულებები, მიერ დაკისრებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს და მისი დაკისრებული ვალდებულებები იურიდიულად, ხო, არის ადამიანის უფლებების დაცვა. დიახ. და დემოკრატიული პრინციპების განვითარება საკუთარ სახელმწიფოში. ეს არის აი მთლიანად ამ სტრუქტურის არსი, რაც არის ევროსაბჭო. რაც განსხვავებულია ევროპის პარლამენტისგან, რომელსაც მე უფრო კარგად ვიცნობ. ევროპის პარლამენტი უკვე ეს არის ევროკავშირის პარლამენტი, სადაც რა თქმა უნდა ევროპარლამენტი უფრო ძლიერია. რა თქმა უნდა მას გაცილებით დიდი ძალაუფლება აქვს, იმიტომ რომ ევროპარლამენტი ევროკავშირის უდიდესი ბიუჯეტის დამტკიცებელია და პოლიტიკური მიმართულებების მიმცემი არის ჩვენი აღსრულებელი ორგანოებისთვისადმი, რაც ევროსაბჭოს არ აქვს. ეს არის საერთაშორისო ორგანო, ევროსაბჭო, რომელშიც 46 ქვეყანაა და ის სხვა კრიტერიუმებია, მაგრამ ის უმნიშვნელოვანესი პირველი ეტაპია ის ორგანიზაცია, რასაც ევროსაბჭო ქვია და ეს არის ქვეყანა, რომლის პრინციპებსაც ჩვენ თუ კარგად დავნერგავდით ადამიანის უფლებების დაცვას და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, სწორედ ევროკავშირიც ადვილად მიგვიღებდა. კი ბატონო, თამარ, აი თქვენ მაყურებელმა ცხადია იცის, ძალიან კარგი იყო შეხსენება, რომ 46 ქვეყანა და აი ამ საერთო სივრციდან ექსკლუზია განცალკევება საქართველოსი საით მიდის ახლა ეს პროცესი. ექსპერტები შიშობდნენ, რომ ეს არის დაწყებულია იზოლაციონიზმი და ცივილური ქვეყნისგან ჩაკეტვა, გაქცევა და თავის არიდება. აი ეს რაც გუშინ მოხდა, ამ პროცესებს აღრმავებს, ანუ რისკები უფრო ხელშესახები გაჩნდა, უფრო ცხადია ახლა? კი, ეს არის გაცილებით უფრო ცხადი გუშინდელი შემდეგ, ვიდრე აქამდე. აქამდეც იყო იზოლაციისკენ წასვლა, მაგრამ ახლა არის პირდაპირ გაცხადებული. სოფლიოს ღიად უთხრა ქართულ მოსნებამ, რომ მას აღარ უნდა არანაირად, აი მაგალითად მიეცა ეს საშინაო დავალება, რომ გამოუშვე პატიმრები და ჩანიშნე დემოკრატიულ ძალებთან ერთად დაჯექი, კრიზისიდან გამოიყვანე ქვეყანა და ჩანიშნე არჩევნები თუ საჭირო იქნება, მაგრამ მან აბსოლუტური უარი თქვა მაშინვე და რა თქმა უნდა ხედავთ რომ აპრილისთვის იმ დათქმისთვის არაფერს არ შეასრულებს, ეს არის იზოლაციისკენ წასვლა და ეს არის რა თქმა უნდა ძალიან ცუდი ქვეყნისთვის თვითონ. აი ამ დათქმებზეც მინდა მოვასწროთ, ქალბატონმა თეატრულუკიანმა განმარტებაში თქვა, რომ მიუღებელი იყო ეს დათქმებიო და მათ შორის კატეგორიულად მიუღებელი პირველი დათქმა, რომელიც სცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1,120,000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებას და ფაქტებსო და აი ჩვენი მხრიდან ამ დათქმების მიღება, ჩვენი ამომრჩევლის და შესაბამისად ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდაო. აი ამაზე მინდა გთხოვოთ შეფასება, გასცდა საკუთარ კომპეტენციას ევროპის საბჭო, თქვენ როგორ ფიქრობთ? არა, რა თქმა უნდა არ გასცდა, რა თქმა უნდა ევროპის საბჭო არის ის ორგანიზაცია, სადაც საქართველოს აიღო საერთაშორისო ვალდებულებები თავის თავზე, რომელსაც არ ასრულებს. ძალიან დიდი ხანია გადახია ეს ვალდებულებები de facto, მაგრამ ეხლა ეს ღიათაც თქვა. აი ეს არის არა საქართველოს როგორც სახელმწიფომ, არამედ მისმა დღევანდელმა მთავრობამ. და ძალიან ცუდი რომ ესე თქვეს, იმიტომ რომ მაგალითად ის ფაქტი, რომ ეს ტექსტი, ეს დათქმა არის ის, რომ გამოუშვით პოლიტიკური პატიმრები, ეს არ ნიშნავს კომპეტენციიდან გასვლას, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის ეს, რომ როდესაც გყავს პოლიტიკური პატიმრები, ამ ორგანიზაციის მოვალეობა გითხრას, რომ გყავს პოლიტიკური პატიმრები, ან თქვათ რაღაცა არასწორად ხდება სიტუაცია დემოკრატიის მხრივ, იგივე მაგალითად ეს კრიზისი რაც გვაქვს და ეუბნებიან, რომ დაჯექი იმ ცოცხალ დემოკრატიულ ძალებთან ერთად, ანუ არასამთავრობო სექტორთან და ოპოზიციასთან და სხვა დანარჩენ ძალებთან ერთად და მონახე შენ როგორც მთავარმა პასუხისმგებელმა პოლიტიკურმა ძალამ ქვეყანაში კრიზისზე მონახე საშუალება რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანო და თუ შენ დაჯექი ამ ყველა ძალასთან ერთად მოიფიქრეთ სხვა გამოსავალი ესენი უარს არასდროს არ გეტყვიან მაგრამ როდესაც ნახავენ რომ სხვა პოლიტიკური ძალები ქვეყანაში დამშვიდნენ და აღარ არის კრიზისი მაგრამ როცა ხედავენ რომ გრძელდება 2 თვე ძალიან დიდი ღრმა კრიზისი არა მარტო თბილისში არამედ მთელ საქართველოში არის გამოსვლები ანუ მოსახლეობის ქართველი მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი არის უკმაყოფილო უკვე იმაზეც აღარ არის
არის საუბარი დემოკრატიულ ქვეყნებში ხშირად იმის წინ არჩევნები მალევე ჩატარდა თუ დიდი ხნის წინ, როდესაც კრიზისია, ჯერ ერთი პასუხისმგებლობას ბევრი მთავრობა იღებს და გადადგებიან ხოლმე, რაზეც ესენი რა თქმა უნდა არ გადადგებიან, არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, მაგრამ მაშინ როცა ასეთი კრიზისია და შენი საკუთარი ხალხი, ამდენი ხალხი გამოდის, მაგალითად რო წარმოიდგინოთ საფრანგეთის მონაცემებით 66 მილიონიან საფრანგეთში, რო ხა 6 მილიონი ადამიანი გამოდიოდეს ორი თვე. ნებისმიერი ფრანგული მთავრობა გადადგებოდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არჩევნები რამდენიმე ხნის წინ ქონდა. მაგრამ არ არის ამაზე საუბარი, უკვე საუბარი იმაზე, რომ დღეს ხარ კრიზისში და ის არჩევნები ჩატარდა გარკვეულმა კატეგორიამ მოსახლეობის დაგიჭირა შენ ხარი, შენ რადგანაც დღეს კრიზისი გამოსახლეობის დიდ ნაწილთან. შენ უნდა იპოვო გამოსავალი და რატო გეშინია მაშინ ის ადამიანები ისევ გამოვიდნენ და მოგცენ ხმა, ხო? აი რატო ეს მიუღებელი და რატო ამის კი ბატონო, აი უნდა დავასრულო ძალიან მოკლედ თუ შეიძლება, აი როგორ წარმოგიდგენიათ აღდგენა ამ ურთიერთობების? ერთია დათქმები, რომელსაც მიუღებელი უწოდა ჩვენმა დელეგაციამ და გააკეთეს ეს განცხადება და მეორეა ის, რომ ამ დათქმების გარეშე სრულფასოვანი ვერ იქნებოდა ეს თანამშრომლობა და ეხლა გვაქვს საერთოდ შეწყვეტილი, ხო, ეს თანამშრომლობის პროცესი. როგორ რა შემთხვევაში შეიძლება განახლდეს ეს ურთიერთობა? ეს ურთიერთობა განახლდება მაშინ, როდესაც ქართული ოცნება დაჯდება აი იმ დემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც საქართველოში არსებობენ და მოიფიქრებს კრიზისიდან გამოსავალს, თუ მართლა უნდა ქართული ოცნებას, რომ არ მიიყვანოს ქვეყანა ჩიხამდე, ხო? და როდესაც აი ამ გამოსავალს მოიფიქრებენ, ხა ამის რეცეპტი არც მე მაქვს, არც თქვენ, ხო? როცა ამას მთელი აი ეს პოლიტიკური ძალები და სამოქალაქობრივი ნაწილი ერთად მოიფიქრებს, რომ რა არის გამოსავალი და ეს ამაზე იქნება შეთანხმება, მაშინ აღდგება ნებისმიერი სიტუაცია. ამიტომ ეს ადვილი არის, თუ არის პოლიტიკური ნება და ამაზე მთავარი პასუხისმგებელი ყოველთვის არის მთავრობა, რომელსაც აქვს მთავარი ხელისუფლება, აქვს მთავარი ძალა აქვს, რომ დაჯდეს და ესაუბროს და წავიდეს ის დიალოგზე საკუთარ მოქალაქეებთან. ამას ამბობს ევროპა, მეტი არაფერს. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. დაგემშვიდობებით, ჩვენ ვისმენდით თამარ გუგულაშვილის მოსაზრებებს, მწვანეთა პარტიის ყოფილ საპარლამენტო მრჩეველს ევროპარლამენტში ვუსმენდით ახლა ჩვენ. მე კი ისევ მზია ამაღლობელს დავუბრუნდები და გთხოვთ, კარგად გავიაზროთ, რა საფრთხის წინაშე დგას დღეს მედია და არა მხოლოდ მედია, სრულად ქვეყანა. გთხოვთ, გადავარჩინოთ მზია ამაღლობელი, გთხოვთ, გავერთიანდეთ ამ საერთო ბიზნეს ირგვლივ თავისუფლება მზია ამაღლობელს.